მოგესალმებით, ეს არის მედიახმის პოდკასტი. მე ვარ ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე და პოდკასტების ეს სერია უკავშირდება პროპაგანდაზე საუბარს, საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მედიას და ასე შემდეგ და ჩვენი სტუმარი დღეს არის ზურა ვარდიაშვილი, პუბლიკას დამფუძნებელი. მადლობა ზურა, რომ მოგესალმებით. ხარ ჩვენთან. ასეთ ძიმე და რთულ დროს მედიისთვის მათ შორის. მოდი დავიწყოთ ჯერ იმ პროცესებით, რომელშიც დღეს ვართ, პროტესტის 85 დღე გავიდა, ასე ვთქვათ და ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, როგორც არაერთხელ დადასტურდა და მათ შორის აი პირველი ოპერატორის გადაცემაც საჩვენა, არის სამწუხაროდ მედია და თქვენ თანამშრომლებსაც ძალიან მძიმე დღეების გავლა მოუწიათ. შენ მე არ მახსენდება, შენ თუ გახსენდება ეგეთი პერიოდი, რომ სადაც ამ დღეში ყოფილვართ ჟურნალისტები და მედია. ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთ მედია გარემოში, რომელშიც ქართული მედია წლების განმავლობაში იმყოფებოდა მისი დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირზე აღარ ვლაპარაკობ. მაშინ მედია არ არსებობდა. აი ამ ფონზეც კი დღევანდელი დღე არის ყველაზე შავი დღეები, რომელიც ქართულ მედიას, მე ვიტყოდი, რომ ქართულ საზოგადოებას ზოგადად და ქართულ სახელმწიფოს უდგას. არადა ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია გავიხსენოთ, რეებია გვაქვს გამოვლილი, ხო? უშუალოდ ჩვენ თუ არა, ჩვენს წინა თაობებს ამ საქმეში, მედია ბიზნესში და მედია გარემოში ზოგადად. ამ მომენტისთვის ჩვენ არა მხოლოდ ფიზიკური საფრთხის წინაშე ვდგავართ, როგორც არის რაღაც გატაცებები, როგორც გუშინ ვხედავდით, რაღაც უცნობმა ნიღბიანმა ადამიანებმა, რომელსაც ვერ დააიდენტიფიცირებდი, პოლიციელები იყვნენ, კრიმინალები იყვნენ, ვერ გაარჩევდი დღეს კი შემოგთავაზეს საინტერესო განმარტებები, როგორ განვასხვაოთ იმის. თუ სასაფლაოზე წაგიყვანეს, მაშინ გამტაცებლები არიან. თუ განყოფილებაში წაგიყვანეს, მაშინ პოლიციელები. სასაფლაოზე თუ გავახილე თვალი, აი ეს უკვე გავარჩი, ანუ აი ასეთი რამ შემოგთავაზეს. ხო, მასხარად გვიგდებენ ამ შემთხვევაში. და ჩვენი ერთ-ერთი ჟურნალისტი ორგზის ოპერაცია დასჭირდა მას. ჩვენმა მეორე ჟურნალისტმა ორი დღე გაატარა საავადმყოფოში ტვინის შერყევით. ჩვენს მესამე ჟურნალისტს ტექნიკა მოპარეს, გაძარცვეს, წაართვეს სპეციალური ძალების წარმომადგენლებმა. იქამდე ჩვენ კიდევ გაგვძარცვეს ასეთი ძვირადღირებული ტექნიკა მოგვპარეს, კამერები, ლინზები, რომელიც არავითარ ოფისიდან? არა. ეს გარეთ. კაი, როდესაც ლექსო ქეშელაშვილი გაიტაცეს და სცემეს, მას წაართვეს კამერები, რომელიც რა თქმა უნდა აღარ დაუბრუნებია და ამავდროულად მარტო ჩვენს შესახებ შალვა პაპუაშვილმა ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლო ერთ კვირაში 3-ჯერ თუ 4-ჯერ დატვიტა, დაასტატუსა და იმსჯელა რაღაცა სქემები შექმნა იმის შესახებ, როგორ იმართება, ესე იგი ევროკავშირის გავლით, სადაც ჩართულია გერმანიის მთავრობა, იქ საელჩო, მერე რაღაცა ორგანიზაცია, დონორი ორგანიზაცია და ეს ბოლოს პუბლიკა, როგორ არის რაღაცა შეთქმულების ერთი დიდი ნაწილი, რაღაც ბოდვა და ეს ყველაფერი რაც მოუყევი, მხოლოდ ერთ-ერთ მედია ორგანიზაციას ეხება და თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ზოგადად მედია გარემო როგორია და ეს მედია გარემო არის თუნდაც იმგვარი რომ ჟურნალისტი ქალი ზის ციხეში რომელმაც მადლობა ღმერთს გუშინ შეწყვიტა შიმშილობა მაგრამ მანამდე 37 დღის განმავლობაში შიმშილობდა იგი და საერთოდ ნიშანწყალი არ შეიმჩნეოდა იმისა რომ ხელისუფლების მხრიდან ვინმე ან პასუხისმგებლობას გრძნობდა ან რაიმე ფატალური რომ მომხდარიყო ვინმე შეწუხდებოდა საერთოდ ამის გამო აი ასეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება ასეთ გარემოში გვიწევს მუშაობა მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი მუშაობის გარეშე ჩვენი საქმიანობის გარეშე წარმოუდგენელია მიმდინარეობდეს საერთოდ რაიმე პროცესი იმიტომ რომ ერთი მხრივ ინსტიტუტები ამ მოშლილი თავიდან ბოლომდე პოლიცია აღარ არის პარლამენტი აღარ არის ავიცი სამინისტროები აღარ არის მედიამ მაინც იმუშაოს და სამოქალაქო საზოგადოებამ მაინც იმუშაოს რომელიც ერთადერთი ლინკიღაა რაც გვაკავშირებს ცივილიზებულ სამყაროსთან საერთოდ მაგიტომაც ებრძვიან ზუსტად მედიას რომ მართლა მეტის ყველაფერი მათ ხელში არის და რომ დაგჭირდეს სამართალს ვერსად ვერ იპოვი და ვერავის ვერ მიმართ სახალხო დამცველიც კი არ ყავს ქვეყანაში
ხო, და მაგიტომ მეც მგონია რომ აი პუბლიკა ძალიან ამოიჩემეს და საფრთხეს ხედავენ ზუსტად მაგით. ხო, ზოგადად ონლაინ მედიის როლი გაძლიერდა ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო, მათ შორის პუბლიკა ჩვენ შედეგებს ხომ გულისხმობა შემთხვევაში reach-ის და engagement-ის შედეგებს ვაკვირდებით, არის დრამატულად გაზრდილი და გაზრდილია იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები ეძებენ ალტერნატიული ინფორმაციის წყაროებს, როდესაც ისინი ხო, და რომელიც ნდობას რა იწვევს, რომ სტანდარტის დაცვა ხანგრძლივად და ადამიანებმა შეგვნიშნეს, რომ ამ სტანდარტს, მედია სტანდარტს პუბლიკა იცავს წლების განმავლობაში და ეს გავლენა ითარგმნა ჩვენი ლოიალური აუდიტორიის ზრდაში, მაგრამ შესაბამისად ითარგმნა ხელისუფლების გამძაფრებულ ყურადღებაში და მართლაც რა ვიცი შეიძლება დღე არ გავიდეს რომ პირდაპირ ირიბად მაღალი ეშელონებიდან, დაბალი ეშელონებიდან, ტროლებზე, ბოტებზე და რაღაცა ინბოქსში მუქარებზე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ. მაგრამ ამას როგორმე გავუძლებთ საფრთხის ქვეშ დგას გაცილებით დიდი რამ გულისხმობ ქვეყნის საერთოდ როგორც სახელმწიფო წარმონაქმნის არსებობა არ არსებობას აი ამის პირისპირ დგავართ ჩვენ ახლა აი ამ არეულ დარეულ მსოფლიოში და აი მეტაფორა რო ვიხმაროთ ჩვენ ვართ რაღაც ქარიშხალში აბობოქრებულ ტალღებში მოყოლილი პატარა ნავი რომლის მესაჭეც ან თვალია ან მკვდარია ან არაადეკვატურია დიდად საიმედო მდგომარეობა არ არის, მაგრამ რეალობა ეს გვაქვს რაც არის. პროგნოზე მესმის რომ რა ვიცი გააკეთება ძალიან რთულია, მაგრამ მაინც პროტესტს როგორ უყურებ? ვიცი რომ აქციებზე ცხარ, რა თქმა უნდა სამსახურის გამო ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდები. მოლოდინი არ ვიცი, ალბათ უბრალოდ როგორ ფიქრობ, როგორ უნდა განვითარდეს, აი ვთქვათ ყველაზე კარგი. ხო, პროტესტს რაც შეეხება, პროტესტის უშუალოდ როგორც მონაწილე ძირითადად ვარ ხოლმე იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე მედიას ეხება. გულისხმობ მაგალითად მზიას გათავისუფლების აქციაში, რომელიც არ დასრულებულა ცხადია მზიას შემშილობის შეწყვეტით, ისევ გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, მზია ამაღლობელი უნდა გათავისუფლდეს, იმიტომ რომ ის იმყოფება უკანონო პატიმრობაში, აი ამაში მონაწილეობდი როგორც აქციის მონაწილე, მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში ვცდილობ ხოლმე რომ ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ, ჩვენი ჟურნალისტების, ადამიანებს მივაწოდო ინფორმაცია თუ რა ხდება, არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და მე ვფიქრობ რომ თავარი გაღიზიანების აქტორი ხელისუფლების სწორედ მდგომარეობს იმაში, რომ ისინიც ვერ ხედავენ რაიმე ნიშანწყალს იმისას, რომ ეს პროტესტი დასრულდება შედეგის მიღების გარეშე. დემონსტრაციის მონაწილეებმა, პროტესტის მონაწილეებმა იციან, რომ ისინი არიან გრძელვადიან ბრძოლაში ჩაბმულები, ისინი არ ელოდებიან რაღაცა ეს ვადების დაწესებას, როგორც აი თავიდან ზოგადად ქართველები თავისი რაღაცა მენტალიტეტის, თავისი ბუნების აქამდელი გამოცდილების მიხედვით რაღაც მოკლევადიან შედეგებზე ვიყავით ხოლმე ორიენტირებულები, მაგრამ ახლა რაღაც პროტესტი აჩვენებს რაღაც ახალ სახეებს ამ საზოგადოების, ახალ კუთხეს და ეს საზოგადოება, საპროტესტო საზოგადოება განწყობილია იმისთვის, რომ იბრძოლოს ხანგრძლივად იქამდე, ვიდრე საჭიროა და ეს ბოლო დროს გააქტიურებული სლოგანი ბოლომდე, სწორედ მაგას გულისხმობს, რომ ეს ბრძოლა არის შედეგის მიღწევამდე და ეს შედეგი არის ახალი არჩევნები, ეს შედეგი არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. პროტესტის მნიშვნელობა, ჯერ ერთი ვხედავთ ყოველდღიურად, როგორც ჯიუტად ცდილობს ხელისუფლება, რომ აი ელემენტარულ რაღაცაზე წამოვიდეს, რომ აი გზა არ გადააგის, უშლის, მან იცის რომ აი უკვე 3 თვეა გზა იკეტება, მაგრამ ის მაინც ცდილობს რომ არ რაღაცნაირ ჭიდაობაში შემოდის, რაღაც რაგბის ილეთებს იყენებს, ხელისუფლებაში მყოფი ძალა, ასე ალბათ უფრო სწორი იქნება თქვა, ხელისუფლებაში ფაქტიურად მყოფი ძალა. და ეს გაღიზიანება მომდინარეობს სწორედ იქიდან რომ ეს პროტესტის განგრძობადობა მას აკარგვინებს შესაძლოა ნელ-ნელა, მაგრამ აკარგვინებს ამ სტატუს კვო მომხრე ადამიანებს, რომლებიც ხედავენ, რომ კრიზისი არ გვარდება, რომ ბატონი ბიძინა არ არის ყოვლის შემძლე, ყოვლის მცოდნე, ყოვლის მხედველი თვალი, აღჭურვილი და იგი ვერ სძლევს ისეთ პრობლემასაც კი, როგორიც არის პროტესტი რუსთაველზე, ახლა დღეს მოიფიქრეს მაგალითად, რომ
რეაბილიტაცია უნდა დაიწყონ რუსთაველის კახიკალაძის განცხადება იყო ამით მათ რაღაც იქ ტრაქტორებს ჩააყენებენ ათხრიან შეუძლებელს გახდიან რომ ადამიანები იქ მივიდნენ მაგრამ ანუ პროტესტისთვის მესმის რომ რუსთაველი პარლამენტის წინ ადგილი ძალიან ესეთი პროტესტისთვის დაცდილი და სიმბოლური ადგილია მაგრამ ნუ არ არის ერთადერთი ხო პროტესტის გამოხატვა შესაძლებელია სხვაგანაც და მე მგონია რომ ტექნიკურად უფრო პირუკულ შედეგს მიიღებენ იმიტომ რომ რუსთაველს თვითონ გადაკეტავენ და პროტესტი მერე სხვა ორი გადაკეტილი ადგილი უფრო ბევრი გადაკეტილი ადგილი აღმოჩნდება არ ვიცი შესაძლოა მათ რაღაცნაირად გგონიათ რომ იქ რამე სული ცხოვრობს პროტესტის რუსთაველზე ნუ შესაძლოა ცხოვრობს მაგრამ შესაძლოა გადაცხოვრდეს იმიტომ რომ ღმერთთან მოედანზეც ქონია გამოცდილება შეკრების და არა მარტო და ხო ნუ რაღაც მცდელობები აქვს კი რომელიც ნახოთ ჯერჯერობით აი ეს იგივე კანონები რომელიც მიიღეს თუ იღებენ არ ვიცი საერთოდ იურისტს არც ჩაულია გვერდზე ალბათ ისეთ სისულელები წერია იმაში ხო დავიწყოთ რა ვიცი პრევენციული დაკავება მაგალითად კი პრევენციული დაკავება მართლა კინოს პერსონაჟი არ ვიცი ან წიგში მაგ წაკითხული ეგეთი რეალობაში არც მინახავს რომ შეიძლება პრევენციო და ფილმი არის ერთი და იქ არის რომ შეიძლება დანაშაული ჩაიდინო და გიჭერენ და ხო როგორ ფიქრობ სადამდე წავ მართლა უკვე ხო მე მაგალითად დღეს ჩავლილი დღე არ მემაჩნია თუ ბატონი მდინარაძე არ გამოვიდა და რაიმე ახალი კანონი არ დაანონსა და რაღაც უფრო არ გაამკაცრა კი ისედაც დრაკონული კანონები შეგვიძლია უწოდოთ ხო აი მაგალითად თანამედროვე საზოგადოება თანამედროვე სახელმწიფოებში მსჯელობს იმის შესახებ რომ ზოგადად მოვლენა ადმინისტრაციული პატიმრობა როგორც ასეთი არ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ის შეუსაბამოა თავის ბუნებასთან, თავის მიზანთან და ამათ ნუ არ უნდა არსებობდეს პატიმრობა კი არა 15 დღიდან 60 დღემდე გაზარდეს, როდესაც შეგვიძლია ანუ რუსეთში არის 20 დღე. კი და ბელორუსია ხო, ანუ ჩინეთშია თუ არ ვთქვი 15 დღე. ანუ ისე იგი ცალსახად დიქტატორულ რეჟიმებშიც კი არ არის ამხელა ეს რაოდენობა დღეების, ну, ასევე დრამატულად გაზარდეს ჯარიმები, როდესაც რა ვიცი რაღაც ქმედება შეიძლება ყოფილიყო 500 ლარით დასჭადი, ახლა 5000 ლარით დასჭადი. ორგანიზატორი თუ ხარ 15000 ლარით დასჭადი. აქ ხო ჩვენ ჯარიმას ხო რაღაც აი კანონებს როცა ადამიანები ქმნიან რაღაც მიზნები ხო აქვს. კი და რაღაციდან ითვლება. რაღაციდან ითვლება ჯერ ერთი და მეორეც აი ის მიზანი სუსხავი ეფექტი აქვს იმისა, რომ აი მე თქვათ უნდა შემეშინდეს, რომ 500 ლარი ძალიან დიდი თანხაა ხო საქართველოს საზოგადოებისთვის საკმარისია სრულად იმისთვის, რომ მე თუ რაღაც გადასტომა ჩავიდინე, რომელსაც გადასტომად მივიჩნევ ოღონდ აქ მთავარი კანონის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მე გადასტომად უნდა მივიჩნევდე ამას. მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოება რომელიც მაგალითად კუჩას კეტავს ამას არ მიიჩნევს გადასტომად, იმიტომ რომ ამით პროტესტს გამოხატავს. ჯერ ერთი მართლა ხოლმე ხალხი იმ რაოდენობის, როდესაც ტროტუარებზე აღარ ეტევა, ტროტუარი ახლა წარმოვიდგინეთ ტროტუარებზე ეტევა ხალხი და პოლიცია იმის საშუალებას აძლევს, რომ გადმოვიდნენ იმ ტროტუარებიდან 15000 ლარით შეიძლება დაჯარიმდე, როდესაც ორგანიზატორი ხარ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ უბრალოდ შენი დასანქცირება უნდათ. აი ზუსტად იგივე სამაგეროს გიხდიან, აი როგორც თვითონ არიან დასანქცირებულები, როდესაც რაღაცა ზოგიერთი მათგანი საბანკო ანგარიშებსაც კი ვეღარ იყენებს, იმიტომ რომ მათ ამერიკის ხაზინის სანქცია ატევთ. რაღაც მაგის მსგავსი უნდათ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენონ მათ უკვე იმის მეშვეობით, რომ ახლა 15000 ლარით რო დააჯარიმებ საქართველოს საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეს, ან თუნდაც მაღალად რაც ითვლება რა საქართველოში, მაგ შემოსავლის მოქალაქეს ის იძულებული იქნება, რომ ანუ თქო ვერ გადაიხდის და ამის შემდეგ უნდა დაუყადაღდეს რაღაცნაირად ფინანსური სანქცია დაედოს მას, ეს არის ერთადერთი მიზანი. მაგრამ რა ვიცი, ეს სწორედ მიუთითებს ისევ და ისევ იმაზე, რომ როგორც ხელისუფლება ვერ მოქმედებს. ხელისუფლება ნორმალურ ვითარებაში რატომ მოიქცევა ასე? თუ ეს სისუსტის მაჩვენებელი არ არის, აი ეს რა ვიღოთ ახლა მაგალითად ეს გახარიას და სალომე ზურაბაშვილს რო დახტნა და კვერცხებით დაუშნეს. კვერცხების დაშენა არის პროტესტის ფორმა. კი ბატონო. როდესაც შენ არ ხარ ხელისუფლებაში, როდესაც შენ ხარ ოპოზიციურად განწყობილი, როდესაც შენ ხარ რა ვიცი აქტივისტი და შენ ხელისუფლებისგან და მე მინახავს ესეთი რამ გამოყენებული ხელისუფლებების წინააღმდეგ. რა შეიძლება დააკლო მაგალითად მინისტრს ან
რა ვიცი, ძალაუფლებაში მყოფ ადამიანს, ხო? შენ მას გადაწყვეტილებას ვერ აცვლევინებ, პროტესტს გამოხატავ და შეიძლება კვერცხის კი გამოიყენო ამ შემთხვევაში, მაგრამ როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერს პრეზიდენტს, რომელსაც შენ არ აღიარებ, რომ პრეზიდენტია, ხვდები და კვერცხს უშენ, ეს ერთი მხრივ გამოხატავს შენს დამოკიდებულებას შენი საკუთარი თავის მიმართ, რომ ვერ გძნობ თავს მყარად, ვერ გძნობ თავს ძალაუფლებაში და მეორე მხრივ მათ აღიარებ როგორც ძალაუფლების მქონეებს, იმიტომ რომ რა ვიცი, მე არსად არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს, არ გამიგია, რომ რა ვიცი, აქციებს უწყობდნენ ოპოზიციას, როგორც ჩვენი ხელისუფლებას, ხოლმე აქციების მოწყობაც ჩვევია ოპოზიციის წინააღმდეგ, კვერცხის სროლაც, ხო, ეს მხოლოდ ამას გამოხატავს, რომ თვითონვე არ მიაჩნიათ საკუთარი თავი ლეგიტიმურ ხელისუფლებას და იქცევიან როგორც არალეგიტიმური. ხო, ფაქტია, რომ არ არის ეს რაღაცა ძალაუფლების მქონე ადამიანების ქმედებები. ხო, თითქოს ერთის მხრივ ცდილობენ რომ დაიგნორონ პროცესი და პროტესტი, მაგრამ მეორე მხრივ ეს რაღაცას სულ არ ნაბიჯებს. ხო, არა, დაიგნორებაზეა საუბარი, ყოველ დღე ვიღაცას იტაცებენ, ყოველ დღე ვიღაცას იჭერენ, ყოველ დღე რაღაც ახალ კანონს იღებენ, ანუ მათი რეაქციები მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ მათი წუხილი არის საზღვრო და უკიდეგანო. შენ როგორ ფიქრობ ამ პროტესტს, რა თქმა უნდა, ბევრი რამის გამო აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ არიან ქართული ოცნების მსახურებაში, მათ შორის, რა ვიცი, ჩვენი კოლეგებიც, ან სხვა სიპებში დასაქმებული, სამინისტროებში დასაქმებული ადამიანები, შეიძლება რომ აი ამ პროცესში რაღაცა ან აზრი შეიცვალონ, ან დაფიქრდნენ თუ? რა თქმა უნდა, ეს გვინახავს ჩვენ. გვინახავს, როდესაც ისინი სწორედ ეს არის ძალაუფლებაში მყოფი ქართული ოცნების საწუხარი, რომ მათ იციან, რომ როგორც კი მათი დაქვემდებარებული, აი ეს გინდაც პროპაგანდის მანქანების მსახურები, გინდაც საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები, გინდაც იგივე პოლიციელები შეატყობენ, რომ ხელისუფლება ვერ ასხივებს საკმარის ძალას, ის ვერ აგვარებს კრიზისს და შესაძლოა რაღაც მოხდეს ისეთი, რაც მათ ძალაუფლებას შეუქმნის საფრთხეს, ეს ადამიანები ძალიან მარტივად იწყებენ გადაპორტირებას, ეს ჩვენ ნანახი გვაქვს. იგივე ადამიანების მიერ გვაქვს სხვათა შორის ნანახი, როგორ კი, ჩვენი დღევანდელი პარლამენტის და არა მარტო პარლამენტის, ზოგადად ქართული ოცნების რიგები ძირითადად დაკომპლექტებული არის ნაციონალური მოძრაობის დროინდელი პოლიტიკოსებით, მაღალჩინოსნებით თუ დაბალჩინოსნებით, ხუმრობაც არის ასეთი, რომ რაღაც ნაცებს იმდენი ნაცი აღარ ყავთ თქვენად რიგებში. რამდენიც ქართული ოცნების კოცებს მოკლედ. ხო, ასე არის, კი, ანუ დეპუტატებიც მათ შორის, ჩვენ ხო გვახსოვს ვინსაც. კი, და ამიტომ რა თქმა უნდა, ესენი არიან მერყევნი, ვითარცა ლერწამნი და ირხევიან, მოკლედ როგორც ქართაგან ძლიერთა. როგორც არის მოკლედ ამ პროტესტი არის ზუსტად ეგ ხარი, კი და ამიტომ იყო რომ რაღაც თარიღები მონიშნეს რომ აი ამ დროს უნდა დაესრულებინათ ეს პროტესტი, მაგრამ ზუსტად იმ თარიღში იყო ყველაზე ესეთი არტისტული და ყველაზე გამორჩეული პროტესტი, რა დროსაც მძიმე რეაქცია მისცეს და ეს რეაქცია იყო სწორედ გუშინდელი ინციდენტი, რომელიც ინციდენტს უწოდება ახლა უკვე, მაგრამ შეიძლება გაცილებით დიდი ტრაგედია ყოფილიყო ერთი ადამიანისთვის და ზოგადად მთელი საზოგადოებისთვის. გადავშით რომ უბრალოდ კონკრეტულ ადგილზე ჩვენ უბრალოდ შემთხვევითობის ამბავია, რომ იქ მანქანით გაიარეს აქტივისტებმა, რომლებმაც მოახერხეს ამ ყველაფრის ლაივში გაშვება და მე ამის შემდეგაც მეშინოდა, იმიტომ რომ ბევრი ასეთი ლაივი დაუიგნორებიათ, მაგრამ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასი იდგა ამის ზურგს უკან, იმიტომ რომ ჯერ ერთი ის რის გამოც დაიჭირეს კონკრეტული პლაკატი. გახდებოდა ძალიან ვაირალ და რამდენი ამ ბიჭის პროცესი ჩაინიშნებოდა, იმდენი ამ თემაზე იქნებოდა საუბარი და ეს არ უნდათ დიდი ალბათობით. და ასევე გადავრჩით მის მძიმე დასახიჩრებას დიდი ალბათობით. ზუსტად მაგაზე მინდა კითხო, თვითონ ამ პროტესტმა აჩვენა რაღაც ჩვენივე საზოგადოების ადაპტირება, გულისხმობ იგივე ჩვენი აქტივისტების, რომლებიც უცებ არ დაიბნენ, ჩართვეს ლაივები, მივიდნენ, გადაიღეს და ძალიან ბევრი მოქალაქე ჟურნალის შემოგვემატა და ვიცი რომ პუბლიკაც ასე ვთქვათ, ხშირად თანამშრომლობს მათთან.
ჩვენ თანამოაზრებს რომ აუხსნათ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს რეაგირება, როგორ არ უნდა დავიბნეთ და რა უნდა გავაკეთოთ ადგილზე იმისათვის, რომ გამოვიხსნათ ისევ აი ამ რაღაცა ნიღბიანების კლანჭებიდან ჩვენივე თანამოქალაქეები, რომელსაც ანიჭერენ, ანიტაცებენ და ასე შემდეგ. რა მნიშვნელობა აქვს აი ამ თანამედროვე ტექნოლოგიებს ადგილზე? ჩვენ ვუყურებთ ძალიან სევდიან და ტრაგიკულ მოვლენებს, როდესაც ინსტიტუტები, რომლებსაც ესეთ შემთხვევებში ადამიანები უნდა ენდობოდნენ და უნდა მუშაობდნენ, ისინი არიან უმოქმედოდ, ან პირიქით ბოროტმოქმედების ხელისშემწყობები არიან. გუშინაც ვნახეთ შემთხვევა, როდესაც პოლიციელს ლამის ქეჩოში წაავლეს ხელი და უთხრეს, რომ იმუშავე, მაგრამ არ იმუშავა და უბრალოდ ადამიანი ესე უყურებდა, როგორ გაიტაცეს უცნობმა ადამიანს. შეუძლებელია პოლიციასაც გაერჩია იქ ვინ იყო პოლიციელი და ვინ კრიმინალი, იმიტომ რომ რაღაცა შავებში ჩაცმულმა ადამიანებმა ჩვეულებრივ მანქანაში, Toyota-ში ჩატენეს ადამიანები, გაიტაცეს და ამ დროს პატრული იდგა. და ჩვენ უარესი შემთხვევები, ამაზე უარესი რა უნდა იყოს, მაგრამ ამას მსგავსი შემთხვევები გვინახავს, აი, როდესაც ხალხი მასობრივად ილეწებოდა რუსთაველზე, პატრული როგორ იდგა, როგორ უყურებდა, ჩვენი ჟურნალისტის შემთხვევა იყო კლასიკური შემთხვევა, ტიტუშკები დაესხნენ თავს, რამდენიმე წუთის განმავლობაში სცემდნენ და როდესაც იქ შორი ახლოს მყოფი ადამიანები მივარდნენ იქვე რამდენიმე მეტრში მდგარ პოლიციის მანქანას, რომ რამე გააკეთეთ, უბრალოდ ჩასხდნენ მანქანაში, ჩასხდნენ და კარი მოიხურეს. და ასეთ შემთხვევაში არავის იმედი არ უნდა კონდეს საკუთარი თავის გარდა და საკუთარი თანამოქალაქეების მეგობრების, აქტიური მოქალაქე ჟურნალისტების გარდა, რომელიც არის ერთადერთი შემაკავებელი და ჯერჯერობით ეს შემაკავებელი მუშაობს მეტნაკლებად სხვადასხვა სიტუაციაში. არის შემთხვევები, სადაც არ ერიდებიან ამას, მაგრამ მაინც აი მაგალითად იგივე მოლის წინ აქცია რომ იყო, როდესაც რაღაც ეს საშინელი კადრები ვნახეთ, ხო, როგორ მიჰგვარეს შებორკილი ტყვე ხარებას და მან წიხლი ჩააზილა რაღაცა შუა საუკუნეობრივი კადრი ამოტივტივდა უცებ 21 საუკუნეში თბილისის გასასვლელთან. აი მანდაც კი რამდენჯერმე გაისმა ბრძანება რომ მანდ ნუსცემთ. იგულისხმებოდა კამერების წინ ნუსცემთ. ჩვენს გქონია შემთხვევა, როდესაც მიუთითებდნენ ტელეფონზე ერთმანეთს ნიღბიანი ადამიანები რომ ტელეფონი ფრთხილად. მათაც არ სურთ რომ ეს ბრუტალურობა თავიანთი იყოს ასეთი ფართოდ გავრცელებული, ვერ აერიდეს ეს მაინც თავიდან, იმიტომ რომ იყო ძალიან მასობრივი და უკონტროლო, მაგრამ კიდევ და კიდევ რამდენი ეს ფაქტი ამის გასი ფაქტი ხდება, ისინი კარგავენ მომხრებს საკუთარ რიგებშივე, იმიტომ რომ მაგალითად მე მყავს ერთი ნათესავი, არც ახლო ნათესავი, შორეული ნათესავი, მაგრამ ნათესავი, რომელთანაც ურთიერთობა გვაქვს, რომელიც არის ესეთი კაცრად ხარდამჭერი ქართული ოცნების, თავისი მიზეზები აქვს ამისთვის, მაგრამ მას მე უყვარ ვარ. მას ჩემი შვილი უყვარს. მას არ მოეწონება თუ მცემენ. არ მოეწონება თუ დამიჭერენ. არ მოეწონება თუ ჩემი შვილი დაობლდება. გაბრაზდება ამის გამო და დიდი ალბათობით აღარ იქნება მხარდამჭერი. და ასეთი ადამიანები არსებობენ. კვლევებში წამოდის ეს მე ხა ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე, რომელიცაც შეიძლება შემომეტყონ რომ არ განზოგადდება ეს, მაგრამ როგორ არ განზოგადდება? ამოდის ეს კვლევებში, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილი ნეგატიურად არის განწყობილი ამ ცემატყეპის, წამების და პოლიტიკური პატიმრების არსებობის. არა თუ ნათესავთან დაკავშირებით შეიძლება ის კადრები რო არის, სადაც გათიშულ ბიჭს რო ურტყავენ. ხო, შეუძლებელია ადამიანი იყო და არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ოპერატორს თავზე რო ახტებიან, ეგ რაღაც კამათის დროს გამომიყენებია არგუმენტად, როდესაც ჩუმდებიან ხოლმე, ანუ ხო არიან ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა რაღაცნაირად საკუთარ თავთან, საკუთარ სინდისთან ჩუმდებიან, არ შედიან რაღაცნაირად სინდისთან კამათში, იმიტომ რომ ადვილია, როდესაც ამაზე გადაწყვეტილება მიღებული გაქვს, უბრალოდ აღარ იფიქრება ამ თემაზე და ეგ იქნება ადგები და სხვა არხზე იმედს ჩართავ მუდმივად და პოზიტივის და არ იქნება იქ ხო კომფორტ შეიქმნი. მაგრამ მათაც სჭირდებათ რაღაცა ხელმოსაჭიდი, რასაც მოეჭიდებიან, რასაც უშუალოდ საკუთარ თანამოსაუბრეებთან და კამათის დროს ან საუბრის დროს დაეყრდნობიან და ეს ბრუტალურობა აცლის მათ ამ დასაყრდენს. მათ რაღაცნაირად ცლის
რაღაც ნორმალური სახისგან, ადამიანობისგან და არავის არ მოსწონს. ქართულ ოცნების მხარდამჭერებსაც არ მოსწონთ, იმიტომ რომ რა ვიცი, ისინიც ხალხია და ადამიანები არიან და თან უმეტესი ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი მათი მართლა ბოროტი კი არ არის. ნაწილს აქვს თავისი კონკრეტული მიზეზები, იქ რაღაც ხელფასზე დამოკიდებულება, იქ ოჯახის წევრი სადღაც მუშაობს და ასე შემდეგ. ვიღაცა პროპაგანდის მსხვერპლია, იმიტომ რომ საკმარისი მედია განათლება, მედია წიგნიერება არ აქვს იმის რომ გაარჩიოს ერთმანეთისგან ეს ზღვა, დეზინფორმაცია და ბევრი ვიღაც ალტერნატივას ვერ ხედავს და რაღაცა მაინც ქართულ ოცნებისგან ვიღაცას ომის ეშინია მართლა და ამის საპასუხო არგუმენტებს ვერ ისმენს, ასე რომ ეს ქართული ოცნება ყველა არ არის ხარებასავით ბოროტი, ასე ვთქვი. ხო, ანუ ყველა არ არის ხარება, ყველა არ არის პირსისხლიანი, როგორც ოცნების წარმომადგენლებს უყვართ ხოლმე ამ სიტყვის გამოყენება და შესაბამისად ამ ხალხის დაკარგვა ხდება. და ამას იწვევს აქცია, ამას იწვევს ამ აქციის ბრუტალური დაშლა, ცემა, წამება, პატიმრების ყოლა, რა ვიცი, იგივე მზე ამაღლობელის შემთხვევა. ეს ფასი ღირს და ამიტომაც ამდენი იმისთვის ვილაპარაკე რომ მოვიდე იმ დასკვნამდე რომ თითოეული ამ კადრის მნიშვნელობა, რომელსაც მოქალაქე ჟურნალისტები აღბეჭდავენ, თითოეული იმ მონათხრობის მნიშვნელობა, მოწმის მნიშვნელობა, რომელიც მოუთხრობს მე ადამიანებს რა მოხდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. პროპაგანდა ახსენე და მინდა შევეხო ასევე საქართველოში რუსულ პროპაგანდას, რასაც ეწევიან თქო პროპაგანდისტული მედიები, რამდენად რთულია შენთვის თუნდაც როგორც მედიის წარმომადგენლისთვის აი ამ პროპაგანდის განეიტრალება, როგორ პირობებში ვართ, მე მაქვს განცდა რომ იმდენ დიდი რესურსი აქვთ ფინანსური, ადამიანური, ტელევიზიები, რომ ძალიან არათანაბარ პირობებში გვიწევს რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა. კი, თან მით უმეტეს პროპაგანდას, აი ამ ტიპის პროპაგანდას ახასიათებს ის, რომ ის ეფუძნება რაიმე არგუმენტაციას, არა რაღაც სიმართლეს, რომელზეც ლოგიკას, არამედ ინტენსივობას. ანუ რა ვიცი, მაგალითად, რა ვიცი, დედამიწა ბრტყელია, უნდათ რომ დაგაჯერონ. ეს ხო ვიცით რომ შეუძლებელია რომ რაღაც მეცნიერული ახსნით დაგამტკიცო, მაგრამ ყოველ დღე ყველა საშუალებით სოციალური ქსელებიდან, ტელეკომპანია იმედიდან, პოსტივიდან, იქ რაღაც ათასნაირი საიტი, ტროლები, ბოტები, რა ვიცი, შვილები და მათი ექსპერტები. ხო, რაღაცა შენი დასაყრდენი ადამიანები, რაღაც სკოლის დირექტორები, ნუ ყველა არა, საბედნიეროდ, მაგრამ რაღაც ნაწილი, რესურს ცენტრები, თვითმმართველობის ტიპები, რაღაცა მაცხოვრებელი რო ხარ სადღაც და ქუჩაში რო გახვალ, იქ координаტორები დაკიჟინებენ რომ დედამიწა ბრტყელია. და აი იწყება რაღაც მომენტში შენ თავთან ნანახი ხო არ მაგ და იქნებ ბრტყელია. ხო და შესაბამისად კარგად აკეთებენ რუსეთში ძალიან დიდი დისკუსიებია მაგაზე რომ ბრტყელია თუ მრგვალი. კი, ნუ არა მარტო რუსეთში არსებობს ეგ ხალხი. და შესაბამისად აი ეს მეთოდი რომ უბრალოდ თავზე დაგცენ უზარმაზარი აუზი ლოდი და უზარმაზარი ნიაღვარი მოგაყარონ ამ ინფორმაციისთან სხვადასხვა ფორმით, ხო? დახვეწილია ეს მეთოდები, მაგალითად, აი პირდაპირ კი არ, მაგალითად, თუნდაც ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოება, ხო? პირდაპირ კი არ გეტყვიან იმას, რომ ეს ევროპა ცუდია, რუსეთი კარგია. ძნელია. იმიტომ რომ ამ მოსახლეობის ნახევარი იმ ევროპაშია გახიზნული და ძალიან კარგად აციციან ცუდია თუ კარგია თუ როგორ არის. ესე პირდაპირ მესიჯები რთულად მუშაობს, მაგრამ მოიგონებენ რაღაც ისეთ ფეიქებს, როგორიც არის ის, რომ თქვათ ბელგიაში არის დაკანონებული ინცესტი. ანუ იციან სუსტი წერტილები საზოგადოების, რაღაც მათი კონსერვატორად განწყობილი თუნდაც არა კონსერვატორულად განწყობილი ინცესტი რა უბედურებაა, ხო? ადამიანების და ურტყავენ ამ წერტილებს. აი რომ მათ გონიათ რომ რაღაც ისეთი რამ მოხდება, რაც მათთვის არის, ნუ წარმოუდგენლად მიუღებელი, ჰომოფობებზე ცალკე მუშაობენ, ქსენოფობიურად განწყობილ ადამიანებზე ცალკე მუშაობენ, უბრალოდ ადამიანებზე, რომელსაც ბევრი ინფორმაცია არ აქვს, ბევრი რამის შესახებ, იმიტომ რომ დღიდან საღამომდე მათი საზრუნავი არის ლუკმაპურის შოვნა, რომ საკუთარი ოჯახი გამოყვებონ, აი ამ სეგმენტისთვის კიდე ცალკე ჯგუფი მუშაობს და ეს რაღაცნაირად საბოლოო ჯამში შენს ცნობიერში დაილექება იმათ, რომ იცი რა, ეს ევროპა არ ვიცით საბოლოოდ რა არის და ეს შეჩვეული ჭირი ხوارჯობია, რომელიც გამოგვიცდია, ხო, ნუ მაგ ერთმორწმუნეობაზეც ესეთი კარგი სტატისტიკა დაიდო,
ну ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა რა აქვს ვინ რამდენი პროცენტი რა რელიგიას აღიარებს რომელ ქვეყნებში მაგრამ ევროპულ ქვეყნებში გაცილებით დიდი წილია მოსახლეობის ქრისტიანული ვიდრე რუსეთში რომელიც ბოლო მონაცემებით 45%-ია თუ არ ვშტები ქრისტიანული თუ მაინც და მაინც ერთმოწმუნეობას ამ არგუმენტს თუ ალბათ ეგეთი არგუმენტებიც ჩვენ და დაუპირისპიროთ ხო ზუსტად ხო იცი ხანდახან არ მიყვარს ხოლმე აი რაღაცნაირად რო ცდილობ მოერგო იმ ადამიანებს რომელსაც სამიზნე აუდიტორიად განიხილვა მაგალითად ახლა ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად იყენებენ ხოლმე აქცენტს უსვამენ იმას რომ ქალს ასაკოვან ქალს რატო დაესხნენ თავს ანუ ამით ცდილობენ რომ რაღაცნაირად ის მგრძნობელობა გააღვიძონ მართლა კონსერვატორულად განწყობილ ადამიანში რომელისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს მოკლედ ამ კონტრპროპაგანდის ავტორების აზრით ის რომ ასაკოვან ქალს თავს დაესხა იმიტომ რომ ისინი არიან მიჩვეულები რაღაც ქალი-ქალია კაცი-კაცია ოჯახის სიწმინდე რაღაცა ისა და ამ დროს ამის საპირისპიროს აკეთებენ ხო მე მიმაჩნია რომ არათუ ასაკოვან ქალს რომ და ახალგაზრდა კაცს არ უნდა ასე მაგრამ ნუ რა ვიცი თუ მუშაობს ეს მათთან მიმართებაში ხო ესეც შეგვიძლია მათ ვუთხრათ რომ ეს მოგწონს აი შენ მოგწონს ის ამბავი რომ გეუბნებიან რომ მე ქართული ოცნება ვარ ქართული ტრადიციების ქართული ვიცი ზრდილობის ის რასაც სადღეგრძელოებში ატრიალებ მუდამ აი მაგის ხო ჩვენ ისედაც ვიცით ეგ სადღეგრძელოები როგორ არის შექმნილი და სინამდვილეში როგორი ყალბია მაგრამ რაღაცნაირად გარეგნულად შენ მაინც ხო ხარ ამის აღმსარებელი ხომ ამ იდეოლოგიის და აი უცბად საპირისპიროთ რო გექცევიან ამის საპირისპიროთ როგორ ხასიათზე ხარ რას ფიქრობ ხო ესეც შეგვიძლია უთხრათ მათ რა უნდა დაუპირისპიროთ, აი ზუსტად ამ თემის გაგრძელება, რა იქნება რაც უფრო მეტი ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რომ აი პროპაგანდას დაუპირისპირდეთ, ვიცი რომ ბევრს ხარჯავენ ისედაც, მართლა ანუ არათანაბარი პირობები გვაქვს, ხო? ხო, პირობებიც არათანაბარი გვაქვს. თან მე მიმაჩნია პირადად, რომ ესე დეზინფორმაციის სათითაოდ დევნა ცოტა უაზროც არის, იმიტომ რომ ყოველთვის გასწრებს. თავის მართლების პროგრამა. იმიტომ რომ ის არის მარტივი, ის არის მოკლე, ის რაღაცნაირად დამყარებულია ემოციებზე და არა ფაქტებზე და შე რო ფაქტებით უხსნი ლაპარაკები უბრალოდ ვეღარ წვდები, იმიტომ რომ იმან კონკრეტული მესიჯი მიიღო, ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს რაღაც არსებობს რაღაც ხელსაწყოები, რომელიც გეუბნება რა არის დეზინფორმაცია, რა არის დეზინფორმაცია, ჯერთი ამ ხელსაწყოების ათვისება კი არა, ხალხმა იმის ხო, შიდავს, გვაქვს სტატისტიკა სამწუხაროდ. რაღაც შავი თეთრზე ნაწერისთან აზრის გამოტანაში გვაქვს საშინელი შედეგები, ყველა კვლევით, ანუ არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ეს ოფიციალური კვლევის შედეგებია, სამწუხარო შედეგები. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის კარგი ჟურნალისტიკის კეთება. მეტი აუდიტორიის დარწმუნება შენს სანდოობაში, რა არის ყველაზე მარტივი რომ ადამიანი არ მოექცეს დეზინფორმაციის ფეიქების გავლენის ქვეშ. მან იცოდეს სანდო მედია, სანდო ინფორმაციის წყარო და მას ენდოს. ეს არის უფრო მოკლე გზა, ჩემი აზრით, იქამდე ვიდრე ჩვენ რაღაცა თაობები მიაღწევენ იმას, რომ მედია წიგნიერება ამ ქვეყანაში მივიდეს ისეთ დონეზე, რომ რაღაც ადამიანი რაღაცა ნიუსის გადაკითხვისთანავე ხვდებოდეს, ყოველია თუ არ მე მაგალითად არავით არის ფაქტ ჩეკინგი არ მჭირდება ხოლმე ხშირად, ისე შეგრძნების დონეზე, კი. შეგრძნების დონეზე ვხედავ, იმიტომ რომ ერთხელ ორჯერ სამჯერ და 1000-ჯერ რო გაქვს ერთი და იგივე სტილში, ერთი და იგივე რაღაც სინტაქსით და მორფოლოგიით წაკითხული ეს ტყუილი მე უკვე მარტივია ხოლმე ამის ამოცნობა, მაგრამ რა თქმა უნდა, სრულიად ობიექტური და გასაგები მიზეზების გამო ადამიანთა 99% არ არის ამ პროფესიაში და არც უნდა იყოს, ახლა ყველა ჟურნალისტი ხო ვერ იქნება და დეზინფორმაციის მკვლევარი. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვცადოთ ჩვენი აუდიტორიების სანდო მედიამ უნდა დაიბრუნოს თავისი ადგილი ადამიანთა თვალში და გონებაში. მე მგონი ზუსტად მაგიტომაც ებრძვიან აი კონკრეტულად პუბლიკას, სხვა ონლაინ გამოცემებს, იმიტომ რომ
ვთქვათ, იმას ვერ გეტყვიან ხა პარტიული ხარ, რასაც ვთქვათ, ოპოზიციურ ტელევიზიების ჟურნალისტებს ნებისმიერ კითხვაზე პასუხობენ, რომ შენ პარტიას წარმოადგენ და ასე შემდეგ, ხა პუბლიკის შემთხვევაში, ონლაინ გამოცემების შემთხვევაში, ეგეთ მართალი ხა ცდილობენ, რომ იქიდან რაც ევროკავშირიდან და ფინანსება თითქოს იყოს რაღაცა დანაშაული, ხო? ანუ ჩვენც უცხოეთიდან ფინანსდებით და მადლობა ღმერთს, რომ არის ბევრი ორგანიზაცია, რომელიც ხაზს გვიჭერს, აბა სხვანაირად არ შეიძლება. ხო, ეგ ცალკე გადაცემა შეგვიძლია მიუძღვნათ იმას, თუ რა არის სინამდვილეში ამ ფინანსების წყაროები, რატომ არის ისინი შექმნილი, ვის მიერ არის შექმნილი, რა მიზანს ემსახურება, მთლიანობაში საერთო მიზანი რომ არის კარგი იმისთვის, რომ შენ, როდესაც თქვათ ევროკავშირი ცდილობს, რომ საკუთარ რიგებში გაგაწევრიანოს, მიგიღოს და ამისთვის რა შენ უნდა აკმაყოფილებდე რაღაც დონეს, რაღაც საფეხურზე უნდა იყო დაწყებული მართლა იქიდან დაწყებული რომ შენი რკინიგზა უნდა იყოს ისეთი რომ შენი მატარებლის ვაგონი გადავიდეს ევროპის ტერიტორიაზე. აი ზუსტად ამ ანალოგიით შენი საზოგადოება შენი რა ვიცი ინფრასტრუქტურით თუ ცნობიერებით თუ ღირებულებებით უნდა შეესაბამებოდეს ევროპულს როდესაც რა ვიცი მოდის უამრავი დახმარება იმაში რომ რაღაცა ასობით მილიარდები იხარჯება იმაში რომ შენ წესიერი გზა გქონდეს რაღაცა სოფელში წყალი გქონდეს სკოლაში სკამი გქონდეს და დაფა გქონდეს სასამართლოში დღემდე სკამის აზურგეს USAID-ის ლოგო აკვირია იმიტომ რომ მათი ნაყიდია ეს ანუ ჩვენით როგორც პარლამენტის საიტი არ ექნებოდა USAID-ის დაფინანსება რომ არ ყოფილიყო და ამის პარალელურად რა თქმა უნდა დასავლური ინსტიტუტები აძლიერებენ ვოჩდოგ ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიებს, იმიტომ რომ ეს ფული ჯიბეში არ ჩაიდოს მავანმა, რაც ჩვენ გაუკონტროლოთ. ხო, და რომ სინამდვილეში მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია შენი კონკრეტული ადამიანის დამხმარეა და რა ვიცი 100,000-ობით ადამიანს აქვს მარტო გავლილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უფასო იურიდიული დახმარება აქვს მიღებული და ეს პირდაპირ ბენეფიციარი ვინც შეიძლება უფრო პირდაპირ ბენეფიციარებიც არსებობენ რომელიც უბრალოდ საჭმელს ყიდულობენ თქვათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ან მოხუცთა თავშესაფრებისთვის ან რავით ყველგან შეგიძლია ნახო კვალი იმისა ეს დაფინანსება როგორ იხარჯება ხო მაგრამ არა მაინც და მაინც მედიაში როცა იხარჯება ის არის აგენტურა და თვითონ როდესაც ну იმას აღარ ვამბობ ახლა ბატონი პაპუაშვილი თავად რო საქმიანობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში და მაშინ გერმანიის გავლენის აგენტი. ну თვითონ ნათქვამი აქვს რომ კიო მე გერმანიის აგენტი ვიყავ. რა ქნას ახლა რასაც ეტყვია იმას გაიმეორე. ო არ ვიცი მე მაგათი წარმოგთქელი მგონია რომ წარმოადგენდი ასეთი მაღალი თანამდებობის პირს და შენ ამბობდე რომ კი აი ამ სხვა ქვეყნის აგენტი ვიყავი. საქმეც იმაში რომ საქართველოში მაღალი თანამდებობის პირები არ არიან მაღალი ინტელექტის და მაღალი პოლიტიკური გამოცდილების პირები დღეს ეს მოცემულობა გვაქვს რა. ხო რაც არ უნდა ინტელექტი კონტენტ მათ ეს ყოველთვის ამ ინტელექტს არ იყენებენ იმისთვის. შესაბამისად ხო? არა, ნუ თანამდებობა არ დაუმსახურებია რეალურად. ხო, იმიტომ რომ ის ხო არჩეული არ არის ხალხის მიერ, ის ხო ერთი კაცის მიერ არის არჩეული და პასუხისმგებელი მის მიმართ არის და შესაბამისად აი იგივე თუნდაც ჩვენ ყოველთვის ქონდა პრეტენზიები მე სტუდენტი ვიყავი მაშინ ბოლო ჩემი საქმიანობის 1 წელი მოხვდა წინა ხელისუფლების საქმიანობის დროს და მაშინ რა პრეტენზიებიც ჰქონდა მათ მიმართ მე ვგრძნობდი როგორ რეაგირებდა ხელისუფლება იმიტომ რომ ის ხელისუფლება იყო პოლიტიკური. კი, პოლიტიკოსებიდან შედგება. კი, ბოლო წლები იყო განსაკუთრებით მძიმე, როდესაც ნუ რა მე პირადად სამართლებრივ საკითხებზე ვმუშაობდი და რაღაც მორგიდან მორგში მიწევდა სიარული, იმიტომ რომ რაღაც ანუ პატიმრების თემა კი გვახსოვს ყველას რა როგორ იყო, მაგრამ ხელისუფლება რეაგირებდა მედიაზე, ანუ ის მძიმედ რეაგირებდა ამაზე, ის ან გახშობდა, შენ ცდილობდა რომ ჩაეხშე, ჩვენ გვახსოვს როგორ ექცეოდნენ მედიას, მაგრამ ამავდროულად ატყობდი რომ მათ ეშინოდათ ამისი საზოგადოების რეაქციის, იმიტომ რომ ისინი პოლიტიკური ძალა იყო და ეს პოლიტიკური ძალა არ არის. ეს არის ერთგვარი რაღაც მაფიოზური სინდიკატი, რომელიც შალო პაპუაშვილს საერთოდ არ აინტერესებს მასზე რას ფიქრობს მოსახლეობა. პოლიტიკოს საინტერესებს. იმიტომ რომ პოლიტიკოსი მასზეა დაყრდნობილი და შალო პაპუაშვილი არის ერთ კაცის ფინანსებზე დაყრდნობილი. და პასუხისმგებელიც მასთან არის და პასუხისმგებელიც მასთან არის. ანუ მე არ მინდა ეს გამომივიდეს რომ რაღაცა ვინ კარგი იყო, ვინ ცუდი.
იმიტომ რომ რეაგირებაში გულისხმობ როგორც თქვა გადაწყვეტილების შეცვლას, ასევე უფრო ცუდ ქმედებას, რეაქცია და არა იგნორი, კი. იგნორი, იმიტომ რომ თუ ხო, მესმის ასწავლობ. მადლობა ზურა, საინტერესო იყო. გამძლეობას გისურვებ და პუბლიკასაც გამძლეობას ძალიან გულშემატკივრობ და გულწრფელად ვთქვა ძალიან მეშინია რა იქნება, იმიტომ რომ ვიცით რომ ჟურნალისტები და განსაკუთრებით ასეთი მედია არის სამიზნე და რა ვიცი, გულე შიში ვერ იხსნის სიკვდილსა და ამავდროულად ჩვენ ვიცით რომ თუ ჩვენ გავჩერდებით ეს ცუდი შედეგი იქნება გარდაუვალი და თუ არ გავჩერდებით შანსი გვაქვს. კი, და ამიტომ არ უნდა გავჩერდეთ, ასე პოზიტიურად დავასრულოთ დღევანდელი პოდკასტი. დიდი მადლობა. ეს იყო მედია ხმის პოდკასტი და შევხვდებით უკვე შემდეგ ასევე ძალიან საინტერესო სტუმრებს.